რამდენადაც მე ვიცი, მოდი აქედან დავიწყებ, რომ საკმაოდ კარგ სპეციალისტთან აწყობთ მაგ ზრავს. შესაბამისად, ჩემი ბევრი რჩევა, კი არა, ჩემი რჩევა არაფერში არ დაჭირდება, ასე ვთქვათ. თუმცა მე მაინც ცოტა ეს რა ქვია, ჩემებურ წილს ჩავდებ რა. ნომერი პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. აბსოლუტურად ყველა ნაწილს ვაყენებთ ახალს. ბოლტი, შატონის, ანუ ბოლტია შპილკა იდეაში. შატონის, გალოკის, კარენოების ბოლტები ყველაფერი ახალი. კლადიშები, რა თქმა უნდა, ახალი, ცეპები, რა თქმა უნდა, ახალი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელი არის ის, რომ თუ ცილინდრები გაფუჭებული გექნებათ, ანუ ძრავი თუ ისე იქნება დაზიანებული, რომ ცილინდრების ან დაგიზვა მოგიწიათ, უბრალოდ დაგიზვათ მოგიწიათ, ანუ თუ მეტალის ფაქტურა შეცვალეთ ის, რომელიც ქარხნულად გათვლილი, ანუ ქარხნულად ალუზილია, შემთხვევაში სხვა კოლიცო ჭირდება, თუ ქარხნულად მეტალია, ან ჩუგუნია, ასე ვთქვათ, სხვა კოლიცო. როცა გილზავ ყველა ვარიანტში ჩუგუნია და შესაბამისი კოლიცოების არ დაყენების შემთხვევაში ძალიან მალე გაცვდება ეს კოლიცოები და ძალიან მალე შეჭამს. იმედი მაქვს, რომ ბლოკის კეთება არ მოგიწევთ, მაგრამ სანწუხაროდ მაგის იმედი ნაკლებად. ხო, ანუ M6 რა ზოგადად S63 ძრავი, რომელიც ხელით ცდილობ რომ დაატრიალო და არ ტრიალებს, კარგი არაფერი არ ხდება. არც ერთ შემთხვევაში. ანუ ნახე, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გაგიმართოს, რომ შატონზე იყოს დასტოკული, კარენვალი მაგის გამო იყოს გაჭედილი და არ ტრიალებდეს და მაგიტომ შეიძლება არ დატრიალდეს. სხვა ყველა შემთხვევაში ბლოკი დაზიანებულია. კარენოი შეიძლება რომ იყოს დატრიალებული, მაგ შემთხვევაში დაზიანებულია, ცილინდრიც რო გაფუჭებული იყოს, მაგ შემთხვევაში ბლოკი დაზიანებულია. ამიტომ 99% ბლოკთან ბრძოლა მოგიწევთ. დანარჩენი, ანუ ზედა მხარეს გალოკებში ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ზოგადად, თუ ანუ ძრავი თუ ჯანმრთელ მდგომარეობაშია და ისე დაისტოკა, რომ ზეთმა გააფუჭა რეალურად და გარბენმა გააფუჭა, მაგ შემთხვევაში ზევით არაფრის დევნა არ გვიწევს და არც ისეთი რთული კონსტრუქცია არაფერი მან არ გვაქვს, რომ რამე სპეციალისტმა ვერ ააწყოს, ვისთანაც ავტომობილი თქვათ ვიყვანილი.